მოგესალმებით უერთო ტელემაყურებლებო დღე მშვიდობისა. გადაცემაში ქუთაისში დაიწყო მეგადევის პირდაპირ ეთერში. გახლავართ ნანა თევდორაძე, მაქვს პატივი ვიმუშაოთ დღესაც თქვენთვის და ვეცდები რომ სესია მონო განწყობა შეგიქმნათ. 4 შაბათი გახლავთ, აგვისტოც დაიწყო. აგვისტოსთვის ალბათ მეტნაკლებად უჩვეულო, ისევ და ისევ ღრუბლიანი და მცირე წვიმა შეინიშნება ქუთაისში. ცხადია ბედნიერ და ნაყოფიერ ღიმილიან დღეს გისურვებთ. გადაცემის სტუმარს წარმოგიდგენთ ძალიან დიდი პატივის ცემით. დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგი გიგა სულაბერიძე გოწვია. თითქმის 1 თვე გავიდა თქვენი ვიზიტიდან დღემდე. როგორ ხართ, თავს როგორ გრძნობთ ამინდის მიუხედავად? მადლობთ კიდევ ერთხელ. მადლობას გიხდით მოწვევისთვის, შესანიშნავად განწყობა. ამოხლებული გვაქვს, კი ბატონო. ძალიან კარგი. სასიამოვნოა რომ ისევ და ისევ შევხვდით პირდაპირ ეთერში და დღევანდელი სასაუბრო თემაც ძალიან რთული საკითხია, მინდა გითხრათ. ჩვენთვის დილეტანტისთვის და ალბათ ტელემაყურებლებისთვისაც საინტერესო იქნება მოისმინონ და ყოველთვის ჩავღრმავდეთ ხოლმე საკუთარ თავს და დავაკვირდეთ იმ სიმპტომატიკას და ვიცოდეთ ჩვენი სხეულის ენა რომ რაიმე არ გამოგრჩევს, თუმცა საკუთარი თავიდან გამომდინარე ვიტყვი რომ ძალიან ზარმაცი ვარ და მოვუწოდოთ საზოგადოებას რომ მე ამ საკითხში არ მომბაძონ. როგორი კარგი რჩევა, ხო? ნეიროენდოკრინული პათოლოგიების შესახებ უნდა ვისაუბროთ. მოდი მცირე განმარტება მოგვახსენეთ, რას მოიცავს თავის თავში ნეიროენდოკრინული პათოლოგიები. ხო, ნეიროენდოკრინული პათოლოგია ერთ-ერთი დიდი მიმართულება არის ნეიროქირურგიის და არა მარტო ნეიროქირურგიის, არამედ სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ ეს კომპლექსურად და მულტიდისციპლინარულად ისე ვთქვათ, მისადგომი პათოლოგიები არის, როდესაც თანაბარზომიერად არის საჭირო ნეიროქირურგების და ენდოკრინოლოგების ჩართულობა, როგორც ყველას მოგვეხსენებათ. თავის ტვინი წარმოადგენს სტრუქტურას, ნერვულ ანატომიურ სტრუქტურას, რომელიც პრაქტიკულად ყველა ფუნქციაზე პასუხისმგებელი არის, რაც ჩვენს ორგანიზმში ხდება და მათ შორის ენდოკრინულ სისტემაზეც. და სწორედ როდესაც ხდება თავის ტვინიდან რაიმე პათოლოგიის გამო აი კონტროლის გარდამავალი ან პერმანენტული ბოშლა ენდოკრინულ სისტემაზე ამ დროს უკვე თავს იჩენს ხოლმე ნეიროენდოკრინული ასე ვთქვათ პათოლოგიები, რომლებიც საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, საკმაოდ აქტუალური არის დღესდღეობით და დროული ინტერვენციის შემთხვევაში, დროული მიმართვიანობის შემთხვევაში გამოირჩევა ასევე საკმაოდ კარგი გამოსავლით, თუ დროზე მოხდება მისი ვთქვათ დიაგნოსტირება და შესაბამისად მკურნალობა. კეთილი. თავის ტვინს ამახსენეთ, ანუ ძალიან უნდა გაუფრთხილდეთ და როგორ უნდა გაუფრთხილდეთ და სხვა დარღვევები არ გამოიწვიოს, როგორც ძალიან ბევრი მიმართულება აქვს და მიმდინარეობაში. თავის ტვინს უნდა გაუფრთხილდეთ, თუმცა თავის ტვინის გაფრთხილება მარტო სამწუხაროდ არ არის ხოლმე პაციენტზე დამოკიდებული და მიუხედავად ყველანაირი ცდილობისა გაუფრთხილდეთ ჩვენ თავის ტვინს, მაინც რაღაცა რიგი პათოლოგიები არსებობენ, რომლებიც თავისთავად აღმოცენდებიან ხოლმე. აქ უკვე გაფრთხილებაში შეიძლება ჩვენ მოვიაზროთ ის ამბავი, რომ დროულად მივმართოთ სპეციალისტს, არ დავტოვოთ ჩვენი სიმპტომები უყურადღებოთ და ამ გზით შევეცადოთ რომ გაუფრთხილდეთ ჩვენს თავის ტვინს და არა მარტო თავის ტვინს, ჩვენს ორგანიზმს. კი ბატონო, ვარ დავჩაქროთ სხვა ორგანოები, რომლებიც არანაკლებ საჭიროა. რამდენი ჯგუფად შეიძლება დავყოთ ეს პათოლოგიები, რომელ მათგანს გამოარჩევთ? ძირითადად მე გამოვარჩევდი და ვფიქრობ, რომ თქვა დღევანდელი სასაუბრო თემა იყოს მიმართული ჰიპოფიზის ადენომები და კრანიოფარინგიალური სადინრის წარმონაქმნები, ამ კრანიოფარინგიომები, რომლებიც უფრო ხშირი არის პოპულაციაში, უფრო გავრცელებული არის, უფრო ხშირად იძლევა სიმპტომებს, რომლებიც შეიძლება ჩვენმა მაყურებელმა მარტივად ამოიცნოს და დღევანდელი გადაცემის შემდგომ ვთქვათ სხვა კუთხით შეხედონ თავიანთ ჩივილებს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ადენომები, კრანიოფარინგიომები უფრო ესეთი ნაყოფიერი საურის საშუალებას მოგცემს დღევანდელი. კეთილი, მაშინ რა არის ესეთი პირველი სიგნალი და სიმპტომი მარტივი? ყველაზე ხშირად რითაც ჰიპოფიზის ადენომები გამოვლინდება ხოლმე არის მხედველობის გაუარესება, იმიტომ რომ ანატომიურად ჰიპოფიზი, რომელიც წარმოადგენს თავის ტვინის სტრუქტურას, რომელიც ესე ცოტა უცნაური თვისება აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის თავის ტვინის სტრუქტურული შემადგენელი ნაწილი, ის ითვლება როგორც ენდოკრინული ჯირკვალი, ესე რომ ვთქვათ, რომელიც
თავის მხრივ არ გამოიმუშავებს არც ერთ ჰორმონს, არამედ უზრუნველყოფს ორგანიზმში ყველა სხვა ჰორმონის გამომუშავების კონტროლს. ანატომიურად ჰიპოფიზი მოთავსებული არის ეგრეთ წოდებული თურქული კეხი ქვია, ძვლოვან სტრუქტურაშია, თუმცა ის საკმაოდ მჭიდრო კავშირში იმყოფება მხედველობის ჯვარედინთან და მხედველობის ნერვთან, შესაბამისად ადენოების შემთხვევაში, როდესაც მოცულობაში იზრდება ჰიპოფიზი, ახდენს ზეწოლას მხედველობის ნერვზე ან მხედველობის ჯვარედინზე და პირველი ხშირი ნიშანი, რითაც ის გამოვლინდება ხოლმე, არის მხედველობის მოშლა. და ძალიან ხშირად ხდება ხოლმე დიაგნოსტიკური შეცდომა და პაციენტების მხრიდანაც არასწორი, ვთქვათ, ინტერპრეტირება ამ თავიანთი ჩივილების და ეძებენ მიზეზს და პრობლემის მიზეზს ეძებენ ოფთალმოლოგებთან, თუმცა გამოცდილი ოფთალმოლოგი მარტივად შენიშნავს ხოლმე, რომ ეს არ არის ოფთალმოლოგიური პათოლოგიით გამოწვეული მხედველობის გაუარესება და ასეთ პაციენტებს ხშირად ამის ამართებენ ხოლმე კვლევების გასაღრმავებლად, რომ იქნას თავის ტვინი გამოკვლეული, თუმცა სამწუხაროდ გქონია ისეთი შემთხვევები, როდესაც პაციენტები ჩვენთან მოსულან რამოდენიმე წლიანი ანამნეზით ოფთალმოლოგებთან უშედეგო ურთიერთობის და ბოლოს საბოლოო ჯამში დროში გაწელილი უყურადღებობა. დროში გაწელილი უყურადღებობა ძირითადად სრულდება მხედველობის პროგრესული გაუარესებით, როგორც მოგახსენეთ, ეს არ არის პრობლემა, რომელიც მხოლოდ მხედველობასთან ასოცირებული, არამედ ჰიპოფიზის მოცულობაში მატებასთან ერთად თუ ის ენდოკრინულად აქტიური წარმონაქმნი არის, ამასთან ერთად ხდება პროგრესულად ენდოკრინოპათიების, ანუ ენდოკრინული დისფუნქციის განვითარება, რომელიც შეიძლება იყოს ძალიან მრავალფეროვანი, ეს დამოკიდებული არის იმაზე, თუ რა ტიპის წარმონაქმნი არის, რამდენად ჰორმონულად აქტიური არის და რომელი ჰორმონის სიჭარბით მიმდინარეობს ამ წარმონაქმნის მიმდინარეობა. ეს შეიძლება იყოს იგივე აკრომეგალია, ეგრეთ წოდებული, როდესაც პაციენტები შენიშნავენ ხოლმე სხეულის წარზიდული ნაწილების ზრდას, ამჩნევენ თვითონაც და გარშემოყოფების დროთა განმავლობაში გაეზარდათ ცხვირი, თითები, ვთქვათ, ეცვლებათ სახისა და სხეულის კონფიგურაცია. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მამაკაცებში ტესტოსტერონის ნაკლებობით და ქალბატონებში პირიქით, ანუ სასქესო ჰორმონების დარღვევით და ამ ფონზე განვითარებული სხვადასხვა სექსუალური დისფუნქციებით, მათ შორის შეიძლება დაკავშირებული იყოს თირკმეზე და ჯირკვლის ფუნქციონირების მოშლასთან და ამ ფონზე თირკმეზე და ჯირკვლის ჰიპერაქტივობასთან, რაც კავშირში არის, იგივე ვთქვათ, ადრენალინის ჭარბი რაოდენობით გამომუშავებასთან და მასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც არის არტერიული წნევის მატება, გახშირებული გულისცემა, მომატებული ოფლიანობა ან პირიქით ჰიპო ანუ დაქფეითებული ფუნქცია თირკმეზე და ჯირკვლის ასოცირებული არის, ვთქვათ, იგივე არტერიული წნევის დაქვეითებასთან, ბრადიკარდიებთან, ანუ გულის მუშაობის შემცირებას. საკმაოდ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით პრობლემის გამოწვევა შეუძლია ამ ტიპის დაავადებებს და ეგ არის სწორედ გამოწვევა დღესდღეობით, რომ ძალიან ხშირად პაციენტები ვერ ხვდებიან რაში მდგომარეობს პრობლემა, მიმართავენ ექიმს, რომელიც თითქოს მათთვის შემაწუხებელი ჩივილების ექიმი უნდა იყოს, არადა პრობლემა აბსოლუტურად სხვაგან მდებარეობს. ხო, ისეთ თემაში ავეხეთ და ხშირ შემთხვევაში ალბათ ამენთაგვებით გვაქვს ისეთი მაგალითი, რომ საერთოდაც ინტერნეტის მეშვეობით ხდება ხოლმე ხო მკურნალობა და ესეც რამდენადაც სასიამოვნო შეიძლება იყოს ინტერნეტის შემოდინება და ჩვენ განათლებაზე ავტომატურად აისახებოდეს, გვერდითი მოვლენებიც აქვს, რაც უარყოფით კონტექსტში განიხილება. ამ შემთხვევაში რას მოუწოდებთ საზოგადოებას? ამ შემთხვევაში და ყოველთვის მოუწოდებ საზოგადოებას, რომ არასოდეს არ დაგუგლონ, ეხლა შემოვიდა უკვე ხელოვნური ინტელექტი, ChatGPT, Gemini, არასოდეს არ კითხონ, არასოდეს არ კითხონ თავიანთი ჩივილების შესახებ ინტერნეტს, ან სულ მცირე მესმის ადამიანური ინტერესი, მესმის ჩვენს მეც პირადად ძალიან ბევრ საკითხზე, ვთქვათ, ვიყენებ ხელოვნურ ინტელექტს და საჭიროა, მაგრამ არასოდეს არ ენდონ მხოლოდ ინტერნეტს, მხოლოდ ხელოვნურ ინტელექტს და აუცილებლად გადაამოწმონ აქედან მიღებული, ვთქვათ, ინფორმაცია ექიმთან, იმიტომ რომ რამდენადაც სასარგებლო შეიძლება იყოს ყოველდღიურ ცხოვრებაში მსგავსი პლატფორმები, ასევე შეიძლება საკმაოდ მავნებელიც იყვნენ, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ ჩივილების ან სიმპტომების არასწორმა ინტერპრეტირებამ და მათზე ბრმად ნდობამ შეიძლება სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას.
კეთილი. თქვენ საუბრობდით ჩივილებზე და ერთ-ერთი იყო მხედველობის გაუარესება, ხო? რაღაც კიდე გვაქვს რაიმე ესეთი გამოხატული სიმპტომი, რომელიც თვალშისაცემია. თვალშისაცემი იგივე შეიძლება იყოს ხასიათობრივი ცვლილებები პაციენტების, იგივე ასაკთან შეუსაბამო სქესობრივი დისფუნქციები, შესაძლოა იგივე ვთქვათ ვიზუალურად პაციენტის ცვლილებები დაკავშირებული არტერიული წნევის ანომალიურ, ესე ვთქვათ, ციფრებთან ძირითადად ეს ჩივილებია. თქვენ ბრძანეთ, რომ მომართვიანობა გაიზარდა, ანუ რაღაც სტატისტიკა თითქოს შეიცვალა და უფრო დღის წესრიგში დგას გამოწვეულ მიზეზებზე თუ ზრუნავს მედიცინა რო უპასუხოს, რა განაპირობებს? გამოწვევი მიზეზები სამწუხაროდ ესე ცალსახად დადგენილი არ არის. თუ რა იწვევს ამ ტიპის პრობლემებს, თუმცა მომართვიანობის გაზრდაში შეიძლება მოვისაზროთ ვთქვათ მიზეზებს შორის არა მარტო ის რომ სიხშირე გაიზარდა ამ დაავადებების და სამწუხაროდ როგორც ყველა პათოლოგიის ნეიროენდოკრინული პათოლოგიების სიხშირე საკმაოდ მომატებული არის უამრავი სხვადასხვა მიზეზის გამო, თუმცა ერთ-ერთ მიზეზად ასევე ისიც შეიძლება მივიჩნიოთ, რომ უფრო მეტი არის პოპულაციაში ინტელექტის დონე და მათ შორის ექიმებშიც მეტი ინფორმაცია არის, შესაბამისად უფრო ხშირი არის, როდესაც სწორად ხდება პაციენტის გადმომისამართება, იგივე რაც ვახსენებ, თქვათ ოფთალმოლოგების მხრიდან ან კარდიოლოგების მხრიდან, ანუ დროულად ხდება აღმოჩენა, რომ აქ სხვა რაღაცაში უნდა ვეძებოთ პრობლემა. ასევე ძალიან დიდ სამსახურს გვიწევს რუტინულად შესრულებული, გეგმიურად შესრულებული, საპროფილაქტიკოდ შესრულებული მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიები და სხვადასხვა, ვთქვათ, ანალიზები, იმიტომ რომ ძალიან ხშირად სანამ სიმპტომები გამოვლინდება, როდესაც ხდება მანამდე ამ პრობლემის აღმოჩენა, ზოგჯერ არც მიდის ხოლმე საქმე ოპერაციამდე, არამედ კომპლექსურად, მულტიდისციპლინურად ენდოკრინოლოგისა და ნეიროქირურგების მეთვალყურეობის ქვეშ პაციენტები აგრძელებენ ცხოვრებას, ენდოკრინოლოგები მას უნიშნავენ შესაბამის მკურნალობას და ეს პრობლემა ხდება მართვადი, ისე რომ არ მიდის საქმე ქირურგიამდე და არ იწვევს რაღაცა ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის სახიფათო ფორმებს არ იძენს ეს. ანუ არსებული სიმპტომების შემთხვევაში პაციენტისთვის პირველი გაჩერება არის ენდოკრინოლოგი და შემდეგ ნეიროქირურგი თუ კომპლექსურად ხდება? კომპლექსურად ხდება როგორც წესი, თუმცა ენდოკრინოლოგთანაც პირველადად მიმართვიანობა არ არის ხოლმე ხშირი. უფრო ხშირად მიმართავენ ან ოფთალმოლოგს იგივე მხედველობის პრობლემის გამო, ან კარდიოლოგს იგივე ვთქვათ არტერიული წნევისა და გულის ცემის სიხშირის ესე ვთქვათ ცვლილებების გამო და შემდგომ ხდება ხოლმე უკვე გადმომისამართება პაციენტების ან პირველ რიგში ენდოკრინოლოგთან, რომ იგივე ვთქვათ კავშირებული ტაქიკარდია, რომელიც კარდიოლოგიური პათოლოგიით არ იხსნება, არც თუ ისე იშვიათად სხვა ენდოკრინულ პათოლოგიებსაც ახასიათებს, ხო იგივე ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციებს და ასე შემდგომ და უკვე ენდოკრინოლოგთან მოხვედრილი პაციენტი გამოკვლევების შედეგად გინდება, რომ აქ სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე, ან ნევროლოგთან ხდება ხოლმე პაციენტების გადამისამართება, იმიტომ რომ ჩაითვლება, რომ რაღაცა ნევროლოგიური არ იყოს ეს ჩივილები და ნევროლოგები უნიშნავენ მერე გამოკვლევას. შედარებით იშვიათად ნეიროქირურგებთან. ნეიროქირურგთან უკვე მოდის პაციენტი, რომელსაც ჩატარებული აქვს მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, რომელიმე სხვა სპეციალისტის მიერ დანიშნული და უკვე ჩვენ ვახდენთ ამის ინტერპრეტირებას, რა თქმა უნდა, ენდოკრინოლოგებთან ერთად, რამდენად გვაქვს ჩვენება იმისი, რომ ჩავერიოთ ქირურგიულად, ან რა ტიპის, ვთქვათ, ქირურგიულ ჩარევაზე ვისაუბროთ პაციენტთან. კეთილი, მსგავსი ტიპის პათოლოგიებისთვის რომელი ასაკი არის სასურველის, რომელი ასაკიდან იჩენს საშუალოდ თავს, თუ გაახალგაზრდავდა, რაც სხვა დაავადებებთან მიმართებაში? არსებობს გარკვეული პათოლოგიები, რომლებიც უფრო ხშირად გაგიკვირდებათ და თავს იჩენს ხოლმე ბავშვთა ასაკში, კრანიოფარინგიუმები, მაგალითად ძალიან ხშირი არის ბავშვებში და როგორც წესი ამის აღმოჩენა უფრო მარტივი არის, იმიტომ რომ მშობელი შვილის მიმართ უფრო ყურადღებიანია, ვიდრე მოზრდილი ადამიანის საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ, ესე რომ ვთქვათ. თუმცა აი თუ ჩვენ ვსაუბრობთ ჰიპოფიზის ადენომებზე, ეს უფრო შუახნის ასაკის პაციენტებში გვხდება, შედარებით იშვიათად ხანდაზმულ ასაკში, უფრო ხშირად აი დაახლოებით 40-დან 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში არის მეტად გავრცელებული. ორივე სქესში თანაბრად თუ?
მეტნაკლებად კი რაღაც ისეთი მკვეთრად გამოხატული სქესთან დაკავშირებულობა არ ახასიათებს. ეს პათოლოგიები, ანუ დროული დიაგნოსტირება არის მნიშვნელოვანი, რაღაც სიმსივნურ წარმონაქმნებში არ გადაიზარდოს, ანუ მძიმე თამასაც რა შევეხო. როგორც წესი, ეს სიმსივნური პათოლოგიებია, თუმცა კეთილთვისებიანი სიმსივნეები არიან ხოლმე, თუმცა როცა ჩვენ ვსაუბრობთ თავის ტვინის სიმსივნეებზე, ზოგადად კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ძალიან პირობით ხასიათს ატარებს, იმიტომ რომ მიუხედავად სიმსივნის ძალიან კეთილთვისებიანი ბუნებისა, მან შეიძლება გარკვეული ზომას მიაღწიოს ან გარკვეულად ჰორმონალურად იმდენად აგრესიულ აქტივობას მიაღწიოს, რომ ეს პაციენტის სიცოცხლისთვის სახიფათო აღმოჩნდეს. ხო, და არ იყოს, თქვათ, აგრესიულად სწრაფად მზარდი ან არ ინფილტრირებდეს თავის ტვინის ქსოვილში, მაგრამ თავისი თვისებებიდან გამომდინარე, თავისი ჰორმონალურად აქტიურობიდან გამომდინარე ან თავისი ლოკალიზაციიდან გამომდინარე იყოს სახიფათო პაციენტისთვის. რაც შეეხება დიაგნოსტირებას, ალბათ გაიოლდა და არ არის იმდენ დროსთან საჭირო, როგორც შეიძლება ყოფილიყო წლაფიცი. რასაკვირველია, დღესდღეობით მისი დიაგნოსტირება შედარებით, გაცილებით მარტივია ვიდრე წინა წლებში. ოქრო სტანდარტი აქაც არის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია თავის ტვინის საკონტრასტო ნივთიერებით საჭიროების შემთხვევაში და უკვე ენდოკრინოლოგის მიერ გარკვეული პანელი ანალიზების, რომლითაც ხდება უკვე დადგენა რა ტიპის ჰორმონულად, რამდენად არის ჰორმონულად აქტიური წარმონაქმნი და თუ არის ჰორმონულად აქტიური წარმონაქმნი, თუ რომელი ჰორმონის სიჭარბით მიმდინარეობს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ არც თუ ისე იშვიათად ჩვენ გვინახავს საკმაოდ დიდი ზომის წარმონაქმნი, სიმსივნური, კეთილთვისებიანი, როგორც უკვე გითხარით და მიუხედავად მისი საკმაოდ დიდი ზომებისა, ენდოკრინოლოგთან შეთანხმებით მიღებული ყოფილა გადაწყვეტილება, რომ სწორად შერჩეული მედიკამენტოზური მკურნალობის ფონზე მიღწეული ყოფილა ამ წარმონაქმნის დრამატული შემცირება ზომაში და პაციენტს აღარ დასჭიროებია ქირურგიული ჩარევა. თუმცა საპირისპიროც ყოფილა, როდესაც ხდება გამოკვლევა თუ როგორ იქცევა წარმონაქმნი, რომელი ჰორმონის სიჭარბით მიმდინარეობს, ან მიმდინარეობს თუ არა საერთოდ რომელიმე ჰორმონის სიჭარბით, რომ მიუხედავად არც თუ ისე დიდი ზომისა ყოფილა ჩვენება, რომ ჩვენ ქირურგიულად ჩაღრეულიყავით. ხო, დღეს ასევე ბევრი არის შესაძლებლობა, მაგრამ საიმედო და სანდო ექიმების პოლონაც ფუფუნების საგანს წარმოადგენს. თქვენს ჯგუფს ამ შემთხვევაში რამდენად დიდი გამოცდილება აქვს მსგავსი ტიპის პათოლოგიებთან ბრძოლაში, თუნდაც ქირურგიულ ჩარევას გავამახვილოთ ყურადღება? მე ამ შემთხვევაში არ შემოვიფარგლებოდი მარტო ქირურგიული ჩარევით, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ეს მულტიდისციპლინურად მისადგომი საქმე არის და თამამად უფრო ოპერაცია გვაშინებს ხოლმე და ამიტომ ამხილებ ყურადღებას. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს კლინიკაში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში ყველა ის საშუალება არსებობს ნებისმიერ დონეზე დაწყებული დიაგნოსტირებიდან, როგორც თქვი და დასრულებული გუნდით, რომელიც ამ პათოლოგიასთან ბრძოლით არის დაკავებული. აქ არ არის საუბარი მარტო ქირურგიაზე, რა თქმა უნდა, ქირურგიულად სრული სპექტრი შეგვიძლია ამ პაციენტებს შევთავაზოთ, იმიტომ რომ მრავალფეროვანი არის, ესე რომ ვთქვათ, ქირურგიული ჩარევების ვარიანტები, რაც შეიძლება ამ დროს განვიხილოთ. ეს არის ვთქვათ, იგივე ტრანსნაზალური მიდგომა, როდესაც ცხვირიდან ხდება მიდგომა ამ წარმონაქმნზე და ხდება მისი მოშორება, ესე ვთქვათ, განაკვეთის გარეშე, ტრეპანაციის გარეშე, არამედ ტრანსნაზალური მიდგომით, ვთქვათ, სპეციალური მიკროსკოპის, მიკროინსტრუმენტების, ენდოსკოპის საშუალებით, რომ მთლიანად მოხდეს ვიზუალიზაცია ამ ყველაფრის ტრეპანაციის გზით, ანუ ეგრეთ წოდებული ღია ოპერაციის გზით ამ წარმონაქმნების მოშორება, ქირურგიული ნაწილი აბსოლუტურად გადაფარული გვაქვს და ასევე ჩვენი ენდოკრინოლოგიური სამსახური საკმაოდ გამოცდილი არის ამ ყველაფერში, იმიტომ რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ პაციენტების მომზადება საოპერაციოდ, ანუ პრეოპერაციული, ინტრაოპერაციული, ანუ ოპერაციის პროცესში და პოსტოპერაციული მართვა, იმიტომ რომ იდეალურად შესრულებული ოპერაციაც კი შესაძლოა ფატალურად დასრულდეს, თუ არ მოხდა ამ პაციენტების სწორი პოსტოპერაციული მენეჯმენტი და პოსტოპერაციულ მენეჯმენტი.
ოპერაციულ მენეჯმენტში იგულისხმება რიგი პარამეტრების კონტროლი იგივე ენდოკრინულ ჭრილში, ენდოკრინოლოგების მიერ, რომ მოხდეს პაციენტის სხვადასხვა მაჩვენებლების, იგივე ანალიზების, იგივე რიგი ჰორმონების მონიტორინგი და ამის მიხედვით შეირჩეს, ანუ ამ პაციენტების ადრეული პოსტოპერაციული მართვა განსაკუთრებით მოითხოვს საათში ერთხელ, ზოგჯერ ნახევარ საათში ერთხელ მუდმივად გარკვეული მაჩვენებლების კონტროლს, მონიტორინგს და ამის მიხედვით სპეციფიური დანიშნულების შერჩევას პაციენტისთვის, რომ მით უმეტეს ადრეულ პოსტოპერაციულ პერიოდში, როდესაც ხდება ორგანიზმის ადაპტაცია ახალ ჰორმონულ სპექტრთან, ესე რომ ვთქვათ, მნიშვნელოვანი არის, რომ სწორად მოხდეს თანმიმდევრობა, რომ ადაპტირდეს ორგანიზმი ამ ახალ რეალობასთან და ამის შემდგომაც უკვე ასეთი პაციენტები ინარჩუნებენ მჭიდრო კავშირს ენდოკრინოლოგებთან, რათა მუდმივად მონიტორირებული იყოს ამ პაციენტების ჰორმონული სპექტრი. თუ აბსოლუტურად ინდივიდუალურია. ეს აბსოლუტურად ინდივიდუალურია და დამოკიდებული არის წარმონაქმნის ჰორმონალურ თვისებებზე. ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ უკვე ხდება სახელის დარქმევა, რომ აქ აღარ ველოდებით რაიმე ჰორმონულ დისბალანსს, მით უმეტეს მას შემდეგ რაც ხდება ამ წარმონაქმნის ჰისტომორფოლოგიური, იმუნოჰისტოქიმიური შესწავლა, მონიტორირებულია ენდოკრინული სპექტრი პაციენტის და ამის მიხედვით მე ხდება გადაწყვეტილების მიღება, ან ზოგჯერ პაციენტები რიგ შემთხვევაში ხანგრძლივად ამ მთელი ცხოვრებაც კი ინარჩუნებენ კავშირს ენდოკრინოლოგთან და ენდოკრინოლოგის რეკომენდაციების სწორად გათვალისწინების შემთხვევაში, რომელიც ძალიან ხშირად საერთოდ არ არის რთული პაციენტისთვის, პაციენტები ჩვეულებრივ აგრძელებენ ცხოვრებას ყველანაირი პრობლემის. რა შეიძლება იყოს, აი, რასთან ერთად უწევთ ცხოვრება? საკმაოდ რუტინულია ხო და დროში გაწელილი პროცესი. ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, ფსიქოემოციურ მხარდაჭერას პაციენტისთვის რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს განაგრძობ? არ არსებობს ჩემი აზრით დაავადება, როდესაც ფსიქოემოციურ მხარდაჭერას არ აქვს პაციენტისთვის მნიშვნელობა დაავადების სირთულის მიუხედავად. იმიტომ რომ პაციენტს მოცემულ მომენტში აწუხებს ის, რაც მას აწუხებს და მიაჩნია, რომ მისი ჩივილები განსხვავდება ყველა სხვა ადამიანის ჩივილისგან და მისი ჩივილები არის ყველაზე ძლიერი, ვიდრე სხვა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. ეს მარტივი ფსიქოლოგია არის. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი ფსიქოემოციურად სწორად იყოს მზად, ესე რომ ვთქვათ, და მას ჰქონდეს მაქსიმალური მხარდაჭერა გარშემომყოფების მხრიდან და ექიმების მხრიდანაც. თუმცა ამ ტიპის პრობლემებში გეთანხმებით ფსიქოემოციურ მხარეს აქვს ასევე დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ შეცვლილი ენდოკრინული სპექტრის ფონზე, შეცვლილი ჰორმონული ბალანსის ფონზე ფსიქოემოციური მდგომარეობაც პაციენტების არც თუ ისე იშვიათად არის ხოლმე შეცვლილი, შესაბამისად რიგ შემთხვევაში ასეთი პაციენტები ემოციურად შედარებით ლაბილურები არიან ხოლმე, ანუ ან არიან ჰიპოკრიტიკულები, ანუ მიაჩნიათ, რომ მათი პრობლემა არ არის სერიოზული და ამას ძალიან ზერელეთ უყურებენ, ან პირიქით არიან ემოციურად ძალიან ლაბილურები, არიან ძალიან ვთქვათ ჰიპერემოციურები, ესე რომ ვთქვათ, და ასეთ შემთხვევაშიც რასაკვირველია, მნიშვნელოვანია სწორი შუალედის დაცვა, რომ პაციენტი ამ ფსიქოემოციური მდგომარეობის გამო ან ძალიან არ დაითრგუნოს და არ გახდეს დეპრესიული იმაზე მეტად, ვიდრე აქვს საფუძველი მისი დაავადებიდან გამომდინარე, ან თავისი ჰიპოკრიტიკულობის გამო, როგორც უკვე აღნიშნე, არ მიანებოს თავი მკურნალობას, არ ჩათვალოს, რომ ყველაფერი აქვს მას იმაზე კარგად, ვიდრე სინამდვილეში შეიძლება ჰქონდეს და რაღაცა პერიოდის შემდგომ ჩვენ არ მივიღოთ პაციენტის მდგომარეობის გაუვალეს. ანუ თქვენ კი ამბობთ, რომ დიდი ხნის მანძილზე რჩება ენდოკრინოლოგთან დიალოგში, მაგრამ ალბათ უფრო დიდ დროს ატარებს ოჯახის წევრებთან. თქვენი რჩევა რა იქნება მათდამი? ოჯახის წევრების მიმართ ჩემი რჩევა იქნება, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ასეთ პაციენტებს, რა როგორც წესი ამ პაციენტების პრობლემები ესე თვალით ხილული ნაკლებად არის ხოლმე. იმიტომ რომ ამ ტიპის დაავადებები არ მიმდინარეობს რაღაცა აუტანელი ტკივილებით, არ მიმდინარეობს რაღაცა ისეთი თვალით შესამჩნევი ნიშნებით, არამედ აქ მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ დავარწმუნოთ ჩვენი ოჯახის წევრები, ვისაც აქვს მსგავსი ტიპის პრობლემა, რომ პირველი
დროულად მიმართონ ექიმს და მეორე მაქსიმალურად გაითვალისწინონ ჩვენს მიერ მიცემული რეკომენდაციები იმისათვის რომ მათ ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელონ ცხოვრება, იმიტომ რომ სწორი თქვათ მენეჯმენტის შემთხვევაში ასეთ პაციენტებს აბსოლუტურად პრობლემის გარეშე შეუძლიათ თავიანთი ხანგრძლივი ცხოვრება იცხოვრონ ნებისმიერი შეზღუდვის გარეშე. ანუ თუ ყველაფერი სწორად წარიმართება, სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც უარყოფით შედეგს არ ჰპოვებს. არა, რა თქმა უნდა. კი ბატონო, აი ეს ოპერაციების ნაირსახეობა ქირურგიულ ჩარევაზე მოგსაუბარი. ეს სიმძიმის მიხედვით ხდება გადაწყვეტა თუ რაღაცეები შეიძლება პაციენტმაც აიღოს საკუთარ თავზე. რომელი მოდელი შეიძლება მოეწონოს? ერთმნიშვნელოვნად ქირურგიული ჩარევის ტაქტიკა ქირურგის მიერ ხდება ამორჩევა, ეს დამოკიდებული არის ინდივიდუალურად პაციენტის ძალიან ბევრ ნიუანსის გათვალისწინებით. პირველი რა თქმა უნდა ეს არის რადიოლოგიური სურათი. ქირურგიული ჩარევის ნაირსახეობა და მასშტაბი განისაზღვრება ანუ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ესე რომ ვთქვათ, ანუ ჩარევის მიზანი არის რომ ერთის მაქსიმალურად ვიყოთ რადიკალურები, რომ მოვაშოროთ პრობლემა პაციენტს და ეს ყველაფერი უნდა მოხდეს მაქსიმალური უსაფრთხოების ფარგლებში. აქედან გამომდინარე პაციენტის მიხედვით ინდივიდუალურად ხდება ამორჩევა თუ რა ტიპის ოპერაცია არის მაქსიმალურად უსაფრთხო პაციენტისთვის, თუ რომელი მიდგომით ოპერაცია, თუმცა ითვლება რომ ჰიპოფიზის ადენომების შემთხვევაში ოპერაციების დაახლოებით 90%-ზე მეტი ტრანსნაზალურად, ანუ ცხვირის გზით მიდგომით ხორციელდება ხოლმე შედარებით იშვიათ შემთხვევებში, როდესაც ამის საჭიროება დგება ხოლმე ტრეპანაციის საკითხი უკვე დღის წესრიგში. ეს მნიშვნელოვანი არის არა მარტო ვთქვათ ქირურგიული კორიდორის თვალსაზრისით, ყველაზე კარგი კორიდორი ქირურგიული იმისთვის რომ პრობლემას მიუდგე არის ტრანსნაზალური ანუ ცხვირის გზით მიდგომა, მეორე მხრივ პაციენტისთვისაც ნაკლები დისკომფორტის მომტანია, იმიტომ რომ მას არ აქვს რაიმე ნაწიბური პოსტოპერაციული შრამს რო ეძახით, არ აქვს ჭრილობა, არ აქვს ჭრილობასთან დაკავშირებული ჩივილები, აქედან გამომდინარე ეს ისეთი მიღებული ქირურგიული გზა არის, ესე რომ ვთქვათ, რომელიც ჩვენს კლინიკაში უკვე რამოდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება. გიგა, თქვენ კი ბრძანეთ, რომ შეიძლება ზედმეტად წარმატებულად ჩაიაროს ოპერაცია, მაგრამ შემდეგ თუ რაღაცები დაირღვევა, ფაქტიურად ქირურგების შრომა წყალში ჩაიყლება. თუმცა, აი აქედან რომ გამოვიდეთ და ვთქვათ, ნებისმიერ ოპერაცია შეიძლება ახდენს გართულება. ამ შემთხვევაში აქ რაზე არის საუბარი, რა ტიპის გართულებაზე? ამ ტიპის ოპერაციების გართულება ერთ-ერთი მე უკვე მოგახსენეთ, ეს არის ჰორმონული დისბალანსი, რომელიც შეიძლება რთულად სამართავი იყოს, ან ეს იყოს გარდამავალი და რაღაცა პერიოდის გასვლის შემდგომ უკვე დაუბრუნდეს ჩვეულ ბალანსს, ესე რომ ვთქვათ, იმის გათვალისწინებით, რომ აქ არა გვაქვს ჭრილობა, როგორც გითხარით ტრანსნაზალური მიდგომების დროს, არა გვაქვს პრობლემები დაკავშირებული ჭრილობასთან, თუმცა ამავე გზით მიდგომის შემთხვევაში მინიმალური ალბათობა არსებობს, რომ ეგრეთ წოდებული თავზურტვინის სითხის გაჟრომა მოხდეს ცხვირიდან და ამ ფონზე განვითარდეს რაიმე ტიპის ნეიროინფექცია, თუმცა ამისთვისაც არსებობს რიგი საპრევენციო საშუალებები, ვთქვათ, იგივე ლუმბალური დრენირება, სპეციალური საშუალებებით, ქირურგიული საშუალებებით, იგივე ცხიმის და სხვადასხვა ჰემოსტატიური საშუალებებით დაცობა იმ ნაოპერაციები მიდამოსი, რომ ამ ტიპის გართულება თავიდან ავიცილოთ. კი, გენეტიკას ისევე როგორც სხვა დაავადებებთან მიმართებაში აქ თუ აქვს რაიმე გადამწყვეტი როლი? გენეტიკურ წინასწარ განწყობას უფრო რა თქმა უნდა აქვს, მით უმეტეს, როდესაც ენდოკრინულ პრობლემებზე ვსაუბრობთ, ვიცით, რომ ენდოკრინული პათოლოგიების აბსოლუტური უმეტესობა აქვს უფლება რომ იყოს გენეტიკურად დეტერმინირებული, მათ შორის ეს ეხება ნეიროენდოკრინულ პრობლემებს. ანუ გენეტიკა არის ის, რასაც ვერ გავექცევით, გვინდა თუ არა. გენეტიკა არის ის, რასაც ვერ გავექცევით. ძალიან რო ვირფიდოთ, ხო? მაინც ვერ გავექცევით. რეციდივის ალბათობა და ეს რისკები როგორია პათოლოგიებთან მიმართებაში ოპერაციის შემდეგ? ნებისმიერი წარმონაქმნის ოპერაციის შემდგომ, რა თქმა უნდა, არსებობს მისი რეციდიული ზრდის რისკი. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ როგორც გითხარით, ეს კეთილთვისებიან წარმონაქმნებს მიეკუთვნება, აქ შედარებით იშვიათია რეციდიული ზრდის ალბათობა, თუმცა რა თქმა უნდა, როგორც ყველა წარმონაქმნს, როგორც ყველა სიმსივნეს იქნება ეს კეთილთვისებიანი თუ ავთვისებიანი, აქვს გარკვეული ხიფათი, რომ განვითარდეს მისი
რეციდიული ზრდა, თუმცა აქაც შეიძლება მიუხედავად რეციდიული ზრდისა მედიკამენტოზური კონსერვატიული მენეჯმენტით მოხდეს თქვათ მისი მონიტორინგი და არ დაჭირდეს პაციენტს განმეორებითი ქირურგიული ჩარევა ან ზოგჯერ იშვიათ შემთხვევაში რადიოქირურგიული მკურნალობის საკითხით შემოდის, როდესაც ხდება მცირე ზომის რეციდიული ან რეზიდუალური წარმონაქმნის დასხივება და ამ გზით ამ პრობლემის მოგვარება. ანუ პაციენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნებისყოფის უნარის გამომუშავებაც, ხო? თუ როცა ეს რაღაც ხანგრძლივი პროცესი არის. არ მეგულება დაავადება, რომლის დროსაც პაციენტის ნებისყოფას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ხო, იმიტომ რომ ქრონიკულად მიმდინარე პათოლოგიები არის და აქედან გამომდინარე პაციენტებს უწევთ ხოლმე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ექიმებთან ურთიერთობა, როგორც ყველა ქრონიკული დაავადების შემთხვევაში. აქედან გამომდინარე რასაკვირველია ეს მოითხოვს პაციენტის მხრიდანაც გარკვეული ნებისყოფის გამომუშავებას, თუმცა უყურადღებოდ დატოვება და მისი ვთქვათ ესე ჩივილების ნიველირება აუცილებლად იწვევს სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის ძალიან სერიოზულ ხიფათებს. აქედან გამომდინარე მე მოუწოდებ პაციენტებს, რომ არ შეაშინოს ისინი იმ ფაქტმა, რომ მას შეიძლება მოუწიოს ხანგრძლივი რაღაცა ვთქვათ მედიკამენტოზური ან არამედიკამენტოზური მკურნალობა, რაღაცა რეკომენდაციების გათვალისწინება, პერიოდულად რაღაც ანალიზების ან კვლევების ჩაბარება, ამ ფაქტმა არ შეაშინოთ და არ თქვან, რომ მე არ მაქვს მაგის ნებისყოფა და მოდი დავტოვოთ ყველაფერი ისე როგორც არის. ეს ძალიან სახიფათო გადაწყვეტილება იქნება მათი. შეიძლება ჯანმრთელობასთან ხობრობა, ხო, ძვირად გვიჯდება ხოლმე. კეთილი, შევაჯეროთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ნელ-ნელა და დავიწყოთ იმ სიმპტომებით, რაზეც ყურადღების გამახვილება ღირს და უყურადღებობა, როგორც ვთქვი, ძალიან რთულია და ცუდია პროშე. კი ბატონო, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი, როგორც უკვე გითხარით, არის მხედველობის პრობლემები, მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები, მხედველობის გაუარესება, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, ნებისმიერი ესეთი ხასიათობრივი ცვლილებები, აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ არც თუ ისე იშვიათად ამ ტიპის დაავადებების დროს პაციენტები უჩივიან გახშირებულ შარდვას, ანუ პაციენტები ამბობენ, რომ იცი რა, უფრო მეტ შარდს გამოჰყოფს, ვიდრე იღებს სითხეს პაციენტი. ეგეც ერთ-ერთი საყურადღებო ნიშანია. ძალიან ხშირად მიმდინარეობს თავის ტკივილებით ეს პრობლემა, რომელიც ვერ აიხსნება სხვა რაიმე თანმხლები დაავადების არსებობით. არტერიული წნევის ცვალებადობა, გულის ცემის სიხშირის, ანუ პულსის ცვალებადობა, ანუ ესეთი პათოგნომური სიმპტომი, რომელიც ჩვენ ცალსახად ამ ტიპის დაავადებაზე გვაფიქრებინებს, არ არსებობს, თუმცა არსებობს ზოგადი ნიშნები, რომელიც არასოდეს არ უნდა იყოს ყურადღების მიზნად დარჩენილი. და რამდენი ხანი უნდა გრძელდებოდეს მაქსიმუმ, როდის არის სახიფათო? ნუ ერთჯერადაც თავი ყველას გტკივა, ხო, რაღაც რამდენიმე დღე. გახანგრძლივებული თავის ტკივილებია, როდესაც პაციენტი რამოდენიმე კვირის, თვეების განმავლობაში თავის ტკივილს უჩივის, ეს უკვე საყურადღებო ნიშანია, ხო, ანუ ეს არ არის შეიძლება არ გქონდეს ჰიპოფიზის ადენომა ან რაღაც კრანიოფარინგიომა, მაგრამ იყოს სხვა ტიპის პრობლემა, ანუ ეს იმსახურებს პაციენტის მხრიდან ყურადღებას და გარკვეული გამოკვლევების შედარებას. ასე რომ არ ვიზარმაცოთ, თავარია და მივმართოთ შესაბამის სპეციალისტებს. ძალიან დიდი მადლობა, რომ დრო დაგვითმეთ. კარგ დღეს გისურვებთ და დროებით დაგემშვიდობებით. მოკითხვა თქვენს გუნდს. გადავცემ. დროებით დაგემშვიდობებით, ჯანმრთელობა თქვენ და თქვენს პაციენტებს. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეისათვის გადაცემა შუადღე ქუთაისში ამით დასრულებულია. ჩემი სტუმარი გახლდათ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგი გიგა სულაბერიძე. ბედნიერ დღეს გისურვებთ და დაახლოებით 1 კვირით გემშვიდობებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.